წინასწარ მოვემზადო, წავიდე ექსპერტთან, ავიღო სამხარაულის ცნობა, რომ ჩემი მოტოციკლების მაყუჩი არ არის თვითნებურად გადაკეთებული და ყველანაირად ერგება ამ კანონს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს საბუთი წარმოუდგენიათ პოლიციასთან, უთქვამს, რომ აი ექსპერტმა დამიწერა, რომ არაფერი პრობლემა არ აქვს ჩემს გამშვებს, თუმცა მაინც გადაუყვანიათ. ანუ ესეთი რაღაცეებიც ხდება რა, ანუ აღარ ვიცით როგორ ვიაროთ, რანაირად ვიაროთ, ვინმე გამოვიდეს და გითხრას, რომ აი მოტოციკლებზე უნდა გეყენოს ასეთი მაყუჩი. და დააკმაყოფილება არ წავიყვანთ, მაგრამ არ ვიცით. აი რომელიც ზისთვის გინდა ეს ცნობა თუ მაინც არ არის. შეიძლება გადავიხადოთ თანხა, მივიყვანო ექსპერტთან, ექსპერტმა დამიწეროს ყველაფერი, გამოვიდე ექსპერტიდან და პოლიციამ გამოჩეროს და მითხრას, რომ აბა რა ვიცი მე ხა შენ ეს ხომ რა გადააკეთე. ჯამში ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შეგზნებას გაძლევს, უნდობლობის შეგზნებას გაძლევს რა. და უნდობლობა არის ყველაზე უფრო ცუდი, როცა შენ აღარ გაქვს უნდობა, შენი ხელისუფალი ძალიან ცუდია ეს რა. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ხელისუფალი მას ცდილობდეს, რომ ნდობა მოიპოვოს თავის მოსახლეობაში, ყველა ჯგუფში აბსოლუტურად, ავტო იქნება, მოტო იქნება, რამე მნიშვნელობა აქვს, რამე მმართველობა იქნება, ნდობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი.